არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს. შემთხვევა გორში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 46 წლის კაცმა მოზარდზე სექსუალურად ტყეში იძალა. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც დედა მშობიარობის შემდეგ სცადა პროგრესულია. ექიმის განმარტებით არის უკეთესობა, თუმცა ის ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიკოსები არ გამორიცხავენ დამატებითი ოპერაციების საჭიროებასაც. ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირებულ იმედსა და პოსტივის მხარდაჭერას კობახიძე უცხადებს. პრემიერის პოსტზე მყოფი კერძო მაუწყებლები ჟურნალისტებს პირდება, რომ მათი მდგომარეობა არ გაუარესდება. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახინებთ მედიის თავისუფლებას, თქვა კობახიძემ. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი ითვალისწინებს ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, გმობს რუსეთის თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებზე და ხაზს უსვამს ნატოსთან კოორდინაციის აუცილებლობას. კანადა უკრაინას დამატებით $220 მილიონი ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. რუსეთის წინააღმდეგ კი სანქციებს გააფართოებს. სანქციების სიას 21 ფიზიკური და 53 იურიდიული პირი დაემატა. დასანქცირდა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 100 ხომალდი.